პირველ ადგილზე ჩვენი ყოფა დავაყენოთ, ჩვენი პირობები დავაყენოთ. ჩვენი ამაზე მეტი რა უნდა გიქნან, ვინ უნდა გიქნას, რატო უნდა გიქნას, არა შემოკარგო. მადლობა ღმერთს, რომ ამ სიკეთეს, ამ სიყვარულს უდგია სათავეში დიდი მეცენატი, ქართველი კაცი, იმერელი კაცი ბატონი ბიძინა, თავისი ქართული ოცნებით ყველა მზად ვართ, ჩემი მრევლი, ჩემი სოფლის მოსახლეობა, რომ ხარი დაუჭიროთ და 2/3-ით კი არა, მთლიანად მოვიდონ პარლამენტში. გამოაცხადა სააკაშვილმა, რომ ვაუჩერები უნდა მიგვეღო დედა. არც ერთი ვაუჩერი არ მიგვიღია გარდა საწვავის ვაუჩერისა. არც ერთი არ მიგვიღია, მარტო მე კი არა. ნახევარ სოფელს არ მიუღია. დენის გადასახადი რომ გადაიხადოს. ოჯახმა საჭმელს ვერ შეჭამს. მშიერი უნდა მოგდეს და საჭმელს შეჭამს და დენის გადასახადს ვერ გადაიხდის. წამლის ფული არ აქვს. 80% მაინც ძალიან გაჭირვებული ცხოვრობს. საჩხერის მოდელი უნდა გავრცელდეს სრულიად საქართველოში. საჩხერის მოდელის გავრცელება სრულიად საქართველოში ნიშნავს უფასო სამედიცინო დაზღვევას ყველა მოქალაქეს, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებას. ჩვენ სოფელს განვიხილავთ ქართული იდენტურობის საფუძვლად. ჩვენი პრიორიტეტი ასევე ყველა სოფელში, სრულიად საქართველოში განათლება და აღზრდა იყოს პრიორიტეტული. აი ამას ხედავთ ჩვენ ხალხში და სხვათა შორის ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენ პირიქით, იქით დაგიდგებით გვერდში, ჩვენ აი ეს განმარტებები არ გვჭირდება, ჩვენ ამას კონკრეტულად ხედავთ და აბსოლუტური ხარდაჭერა იმ იდეის მიმართ, რასაც ქვია ქართული ოცნების იდეოლოგია და მისი ხელისუფლებაში მოსვლა. სანდრას ექიმები იყვნენ მოსულები ბატონო, სკოლაში ჯერ ძლივს შევედით, მაშინ შემაგდეს, კი არ შევედი, შემაგდეს მე და ჩემი ქმარ თვალით ვერ იხედება, ყურში არ ესმის, ხელით მიმყამდა და ძლივას შევედი. ხოდა მიცეს ციტრამონი, თავი საქმე ოთხას სიზარღების შემიწროება აქ მეთქი და მიცეს ციტრამონი გადმოუგდეს. ძვირადღირებული წამლები რაც იყო რეცეპტი გამომიყო. ანალიზები არაფერი აბსოლუტურად არ გაუკეთებიათ, აბსოლუტურად არაფერი ანალიზი არ გაუკეთებიათ. მომცეს ნახშირი, ციტრამონი და კოლდრექსი 2 ცალი.